9 აპრილო საჩუქარი ჩემგან სატანისტებს და სატანის მოციქულებს. მეგობრებო, 32 წლის უკან სატანისტებმა აირჩიეს ბარაბა, ისე როგორც 2000 წლის უკან იუდეველებმა ქრისტეს არჩიეს ბარაბა. შევესწრებით ძალიან მოკლედ, სხარტად და გასაგებად გადმოგცეთ. ესე იგი 32 წლის უკან, მეგობრებო, გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც როგორც ვამბობ და კიდე გავიმეორებ, ახალგაზრდა საქართველო, ჩვილი საქართველო აკვანშივე ჩახანჯლეს. ეს იყო აქ ილია მეორე და მეორე იყო საზღვრებს გარეთ გასული ედუარდ შევარდნაძე და ქვეყანაში დაარსეს ბარაბას მართველობა. ადამიანი, რომელიც ქრისტეს მიერ სიყვარულით იყო გამჭვალული, ერისადმი თავდადებული, მთელი თავისი მოღვაწეობა ქრისტიანობისადმი და ერის სიყვარული და გამთლიანებისათვის იყო გადაგებული, მათ აირჩიეს ბარაბა. 32 წლის უკან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა და იმ პატრიარქმა, რომელიც სვიად გამსახურდიან პრეზიდენტად ყოფილმა, მთელი ლეგიტიმაცია მისცა ეკლესიას, აღუდგინა მას დაკარგული, რაც კი ჰქონდა პრეროგატივა, კალთაც კი გაუკოცნა ილია მეორეს იმისათვის, რომ ერისათვის ეხმძღვანელა სულიერად და მან სვიად გამსახურდიას, ესეთ მოწამე პიროვნებას ეკლესიაშიც კი აუგზავნა სიარული. არავის არ დაანება მისთვის ზიარება, სანთლის ანთება და ლოცვების ჩატარებაც კი. ერთჯერ მინახავს ზრიად ეკლესიაში მისული და თავის კუთხეში და მასაც აღსარების თმის უფლება ჰქონდა და არ ზიარებდა არაფერს. ვინ აუგზავნა? პატრიარქო. და ვის არჩიეს იგი და ვინ შემოიყვანა მან ეკლესიაში? ვინ შემოიყვანა, ვიმეორებ კიდე. მოწამე პრეზიდენტი განაგდო, ანათემას გადასცა და უწმინდური გველი შემოიყვანა ეკლესიაში, დალოცა და მონადა. აღსრულდა გამგება ღვთისა და ნება ჩვენი ერისა. ეს კიდევ არაფერი. თავად ეს სატანისტები ვერას გახდებოდნენ, რომ არა საქართველოს ჭყალებში, რა თქმა უნდა, სასახელო ინტელიგენცია, რომელმაც 99%-მა უღალატა. უღალატა და იგივე ჩაიდინეს, რაც ამ სატანისტებმა. ანუ ჩვილი საქართველო აკვანში ჩახანჯლეს. ამათი დამქაშობით. ასეთ ღრმა პროვინციალიზმში არასოდეს არ ყოფილა, როგორც ვარ დღეს. გამოვიარეთ რუსთაველის პროსპექტი, საცა, შავებში ჩაცმულ რამდენიმე დედის წყევლა და კრულმა მოგვაცილე. ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ. მე მგონი ახლა თავისუფალი ხალხია შეკრებილი. აი უყურებ და ხედავ რომ თავისუფალი ადამიანებია შეკრებილი და იქ დგანან მონები. აი მონები, რომლებსაც უნდათ მონობა თვითონ აირჩიეს თავისი არსებობის ქვაკუთხედი. აი ის ინტელიგენცია, ისინი უფუნებით რო აი რომ უფუნებული ინტელიგენცია ის არ უნდა. პრივილეგირებული ინტელიგენცია. წერალი თუ წერალია, ნატური წერალია რა დაწეროს იმას. არის იმ ბრბოს წარმოადგენლის, ერთი ჩვეულებრივი, ეს არ არის, ასე ვთქვათ. რამე თანამდებობის პირი, ან მსახიობი, ან რეჟისორი, ან ცნობილი პიროვნება, რო ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი რიგითი პიროვნება, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, სამწუხაროდ, მაგრამ აი ესე კლასიკურად ჯერ კაცის არ ვთქვია ეს თქვენთვის. მაგრამ ეს გზაში, ქუჩაში იყო მაშინ და თქვენ ვერ გაიგონებთ, რომ გაგეგონათ კიდე. ყურში შეუშვებით ამას, იმიტომ რომ მოწამლული იყავით თავიდან ბოლომდე. აი ეს იყო თქვენი პრობლემა. აბა ახლა მოусმინეთ კარგად. თქვენს დამნაშავე ხართ, მეც დამნაშავე ვარ და ყველასე მეწილეთ, ის ინტელიგენცია დამნაშავე. აი დღეს რო გამოდიან ტელევიზიით, არც ერთი არ აძლევს თავის თავს კრიტიკას. ყველა მართალია, ყველა მაგარია, ყველა ვაჟკაცია და აი როცა ერი გასკდა შუაზე, ამან თუ ერი გახეთქა, იმდენი შეგნება უნდა ქონდეს ინტელიგენცია, აი გახეთქილ ხიძე, სადაც გაბზარულია, ხრები დადგეს და ერი გადაატაროს თავის ხრებზე, რომ ეს არ მოხდეს. არც ერთმა ეგ არ გააკეთა. გესმით? იოტის ოდენა თუ ვინმე მომიძებნის ახლა ამ ადამიანის
თქმულში რაიმე ბზარს თუ მანახებს. აბა თუ ვინმე რაიმე ერთ წყარეთს ან სიტყვას შეცვლის ამ ადამიანის ნათქვამიდან. ასე უნდა მოქცეულიყო ჭეშმარიტი პატრიარქი. ეს ინტელიგენციას მიმართავს, მაგრამ იყო დრო, როდესაც ჩვენ პატრიარქსაც ვხოვდით მუხლმოდრეკით, რომ ჩამდგარიყო შუაში და სისხლი არ დაღულიყო. მაგრამ პატრიარქმა უგანა რატომ იყო სული ქონდა იქით მიყიდული და იქით იყურებოდა ის ანტიქრისტე უნდა ჩამოეყვანა. გესმით? ამას ესაც დარდანებდა ამ თბილისში რაც დაადგეს ორი ახალგაზრდა რო გარდაიცვალა, მე არ ვამბობ სხვა გარდაცვლილებზე, ახალგაზრდებზე ვამბობ, ახალგაზრდებზე, რომელთა სისხლი დღესაც კი ყივის და თქვენს კისერზე ცოდვარ გადებთ. თქვენ სატანისტებო, ამასაც არ დაჯერდით და სამეგრელოში 6 წელიწადი რო აწიოკებდნენ და ცოდვის კალოს რო აყენებდნენ, პირი ქონდა ამოკერილი ჩვენს პატრიარქს. თან ასე არ იყო? ვინ და რომელი ადგები და იტყვით რომ ეს ასე არ იყო? დებილები გამოვლენ და იტყვია, ჩლუნგები უпроსწორად. მისი საქმე არ იყო არა ბებია თქვენისამ ანტიქრისტეს ჩამოყვანა, დალოცვა და მონათლა, მომიყო მისი საქმე. ჯაბა იოსელიანის ბარაბას დალოცვა და მონათლა და გზის დალოცვა, ხალხის დახოცვა და მერე მათთვის რო ეთქვა, თუ მოკლავთ ვინმეს კიდე, თითო სანთელია ანთეთ და მოგეწევებათ, მაშინ ხო იყო ამისი საქმე. აბა დააკვირდით საქართველოს ისტორიაში თუ როგორ არის ჭეშმარიტი პატრიარქი წარმოჩენილი და როგორ იქცეოდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანი კათოლიკოს პატრიარქები. აუზრად ლაშქარი მეფე უფხოვისაგან, სადამ მამამზეს, ჯიაბერსა და კოლონკელიძეს თავები მხრებზე ასხიათ, მშვიდობა არ დამყარდება. ბრძოლად გასვლის წინ ლაშქარს არ დავლოცავ. ძმების ხელით, ძმებისათვის სიკვდილის გამზადებას ღმერთი არ გვაპატიებს. რამე თუ მხოვიც ისეთივე საქართველოა, როგორც ქართლი და აფხაზეთი. მარსალეკონ გონგამოცულ წარმართებმა ქართულ მეფეთა საკრისტიანო. ვერ ძალეგავენ შვილო. მე მომანდე მეფევ მათი მორჯულება. მამამზის საერისთავოში წავალ ყოლის შემძლე ჯვრითა და საღდრიონითა. ჩემი სიცოცხლის ნუ გეფიქრება, ისინი მახვილს ვერ აღმართავენ. იყოს ასე. აი, ჩემო კარგებო, რა უნდა გაიკეთებინა ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს. ვაი, რა გეშველება კიდე დღეს რო წმინდანს ეძახით აი ამ უწმინდურს. და კაცი, რომელიც 9 აპრილს პარლამენტის წინ თბილისში 9 მილიონი კაცი იყო შეკრებილი, პატრიარქი თავის სახლში მუცაკაზე ნებივრობდა. ღამით რო თენდება რა, როდესაც იწყება დარბევა. რო ხდება უკვე დარბევას იწყებენ ამ მომენტში. შეუთანხმდეთ ცოცხალი კაცებს და გეტყვით. დაურეკეთ თქვენ, მოდი ვთხოვოთ პატრიარქს, რომ მობრძანდეს და დაგვეხმაროს, დაუჯეროს მეთქი. ნახოთ მაშინ სასწრაფოდო და გამოვიძახე პოლკოვნიკი უდუშავრი იყო მერავე მაშინ. ათესავე არის მაგათიანი უდუშავრი არის ჩვენი უწმინდესა უნეტარეს წარმოშობით ვარად. და ვთხოვე რომ მიდის სახში სასწრაფოდ და ვთხოვე რომ იქნებ მოვიდეს და დაგვეხმაროს მიმართოს ხალხს. და წავიდა და მართლა 15 წუთში მოიყვანა უწმინდესა უნეტარესი. მოიყვანა